მოგესალმებით მეგობრებო, ჯიცელი ლუკა გიბრუნდება და ამჯერად ვილაპარაკებ UFC-ზე, იმიტომ რომ მოდის სასწაული კარდი, ყველაზე მაგარი ბრძოლა რაც კი შეიძლება ჩანიშნულიყო წელს. შეიძლება და ილია ისლამი შეიძლება და ჯონ სენას ფინალი, მაგრამ დაგვრჩა ეს და ეს დღეს არის შესაძლო ბრძოლებში საუკეთესო ბრძოლა. თლიანად მაგარი კარდია ეს, ანუ ყველა ჩხუბის ყურება შეიძლება, თუმცა ეგრევე გადავიდეთ ყველაზე საინტერესოზე. ჩემპიონი დრიკუს დუპლესი დაიცავს თავის ქამარს ჩეჩენ ხამზატ ჩიმაევთან. რამდენი ხანია ყველოდების ჩიმაევის აი ამ მომენტს, რომ ოდესღაც საბოლოოდ მივა ქამართან და დადგა ეგ დღე, ჩიმაევი იბრძოლებს ქამარზე და დახვდა ალბათ თავისთვის ყველაზე რთული მეტოქე, რაც კი შეიძლება დახვედროდა ბოლო წლების განმავლობაში, ხო? ანუ თელი რაც ძალიან ბევრწლიანი მომენტი ადესანია იყო და ალბათ არა, უეჭველი ერჩივნა ხამზატის გულშემატკივრებს და ხამზატსაც რომ იყოფილიყო ადესანია. იყო სტრიკლენდიც და მის მერე დუპლესი დახვდა და ყველაზე მეტად მისთვის კონკურენტუნარიანი ალბათ დუპლესი არის რა. და ძალიან კაი, ყველაზე კაი ჩხუბი მივიღეთ, რაც კი შეიძლება მიგვიღო ხამზატისთვის, ხამზატს თუ ჩემპიონობა უნდა. ერთი შეხედვით სამყაროს აზრი ყოფა ასე რა, ანუ ერთი აზრი არსებობს, ანუ ამ ჩხუბში რა ხდება? ყველა ფიქრობს, ან პირველი რაუნდი, აჰა, კაი, მეორე რაუნდი დაწყისი. აი ეს პერიოდი, ხამზატი გუდავს, ანუ შევარდება, შეფრინდება, მოაწყვიტავს თავს და მორჩება ჩხუბი, ან ხამზატი რაღაც მომენტის განმავლობაში ეცდება, გადარჩება დუპლესი, დადგება მეორე და მესამე რაუნდი და უკვე მერე იგებს ისევ ფინიში დუპლესი. ან კაი, თუ მიცოცხლდება რამანერად 5 რაუნდი ხამზატი, ნუ აი რა 5 რაუნდში უეჭველი დუპლესი იგებს რა, ანუ ეგეთი აზრი ჩამოყალიბდა და რაც ეხა მეტნაკლებად არ არის უცნაური რა, ანუ რაც ვინახავს ორივე მებრძოლის ჩხუბები, ლოგიკურია ეს აზრი რა. თუმცა ანუ არ არის აუცილებელი ესე მოხდეს რა, ანუ ეს 100 ჩხუბი როა იყო UFC-შიც ყოფილა, საშუალოდ ყველა ჩხუბში ალბათ ერთი არის ხოლმე, როცა 6-ვენაირი ბრძოლის შედეგი შეიძლება დაფიქსირდეს. ანუ რაზგულის ხოლმე შეიძლება ერთმა დაგანაკაუტოს ან მეორემ, ერთმა გაგუდოს ან მეორემ და ერთმა მოიგოს საჯებით, ან ქულებით ან მეორემ რა, ანუ მაგალითად რო ვთქვათ, ისრაელ ადესანია ხამზატ ჩიმაევს ვერასდროს ვერ დაასაბმითებს. ძირითადად ეგ ჩხუბებია ხოლმე რა, არის რაღაც სავარაუდო, იმიტომ რომ რაღაც პლუსები აქვს მებრძოლს და იმის მიხედვით მე შეიძლება რომ ივარაუდო რა, ეხლა ანუ ხამზატიო ჩხუბობს, გონია რომ საბმიშენი იქნება რა. მაგრამ შეიძლება რანოკაუტოს თუ გადაიყვანა და იქ უფარტყუნა რა. ანუ დუპლესი იყო საერთოდ, ანუ დუპლესი მას ლაპარაკა რომ მეთქვა რომ ბიბძიო არ ვიცი რა ვიზაო. შეიძლება მოვიგო ექსიდენტთან რაღაც შემთხვევით რა, ანუ რაღაც მანქანა დაიჯახოს ხამზატს, შეიძლება მეორე დუპლესი გამოვიდეს უსებო, ან რაღაც ამოუთხარო სენსიო და იქო დაუმარხო შიგნით. ჩაიზიდოს ხამზატიო და თვითონ დუპლესისგან გამომდინარეც ეგეთი ბრძოლა, იმიტომ რომ დუპლესი მართლა შეიძლება ყველანაირად მიიღოს ეგ ჩხუბი რა. და ხამზატმა შეიძლება ანუ აი განავერ დაასამიოს, უბრალოდ ისე დააზიანოს და დაქანცოს, რომ ანუ მანდაც მოიგოს მერე ნოკაუტით. ამიტომ ეს ზენს რა ამ ბრძოლას უპირატესობას, აი კაცი შვილმა იცით რა მოხდება, აი ყველაფერი შეიძლება მოხდეს საერთოდ. კინოშკო გამოდი. ეხლა რა გვინახავს ძირითადად რა, ანუ რასაკეთებს ხამზატი. ანუ თუ ავიღებთ ყველა ბრძოლას გარდა ჟილბერ ბენსისა, ხამზატი მიდის, დებს თავის მაქსიმუმს, ანუ მოსაკავად გადის. უმრავლეს შემთხვევაში ან იქვე ამთავრებს, ან მერე საჯებით იგებს ხოლმე რა. ამის გამო ხამზატზე შემოყალიბდა ერთი აზრი, რომ აი ხამზატს არ აქვს კარდიო და მარტივად იღლება, რაც არის აბსოლუტური ტყუილი რა. ანუ ხამზატს გადასარევ კარდიო აქვს ხალხო. და შეგიძლიათ ეგ მაგ ჟილბერ ბენსის ჩხუბიდანაც ნახოთ, მესამე რაუნდის ბოლოსაც ნაცემი ხამზატ ჩიმაევი იყო ძალიან მაგარ ფორმაში. ეს რო იღლება, ანუ განა ხამზატ ჩიმაევი იღლება, ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც მერაბ დვალიშვილიც კი, როცა ეგრე იჩხუბებს როგორც ხამზატი, უეჭველი იღლება, იმიტომ რომ როცა მოსაკავად გადიხარ, ანუ როცა მაგხელა ენერგიას ხარჯავ, ანუ შეუძლებელი არ დაიხარ, ანუ ჩხუბი რო იწყება ხოლმე, აი 4 მეტრიან ეგრევე მიფრინავს და უნდა რომ აი იქვე დაამთავროს. ანუ ეგ ვისაც იჩხუბიათ ახლა ერთი წუთი მაინც ქუჩაში. და ანუ ისე ჩხუბია რა, ან მაგრაქცემენ, ანუ როგორც არის ხოლმე რა ქუჩის ჩხუბები რა, აი როგორ იღლებით ხოლმე იმ მომენტში. ანუ ხამზატი კიდე ვისთან აკეთებს მაგალითად, ან როგორ აკეთებს. იგივე მერაბ დვალიშვილი რო ჭიდაობს ხოლმე, კი თითქოს ჩანს რომ აი ბოლომდე იხაძება, მაგრამ რო დააკვირდეთ, მერაბი აკეთებს მაგას ძალიან ჭკვიანურად, ანუ აი
ძალიან ჭკვიანურად, ანუ წენხით მიდის წააქცევს, მერე არ ხარჯავს ენერგიას, ანუ როგორც ხმამატი შვება, რომ ეგრევე ზურგზე გადადის, მაჯას იღებს და ქვემოთ კენკაჩავს, რომ ეგრევე წააქციოს, ძიმე კროსფეის და სახეზე აწვება მხრით. ბევრ რამეს აკეთებს ხმამატი, ეგრევე მიდის და რაღაც ძიმე დარტყმას უტარებს, რომ რაღაც პოზიცია გაიუმჯობესოს, არა. მერე რო წააქცევს იქ, ანუ რო წააქცევს და თავის წონას ადებს მოწინააღმდეგეს და იმს მე რომ უნდა წამოდგეს 10 თვის ამოდგომას უბრალოდ უნდა წამოდგეს ის მერაბის წონის დამატებით, ანუ მერაბიც უნდა აიყვანოს ხელში. ეს ძალიან ამღლელია და 5, 10, 20 ჯერ რო აქცევს მერაბი. უკვე აღარ ვარ და ის მებრძოლი. ეს არის განსხვავება, იმიტომ რომ ანუ ეგეც რომ მერაბმა ეგ როქნას რაღაც ხმამატი შვება, ეგეც ეგრევე დაიღლება რა. უბრალოდ განსხვავებები არის მათ სტილში, ანუ ხამზატი მაგიტოა, ხამზატი რომ მაგას აკეთებს რა. ეხლა რამდენად შეიძლება ეს კარგი ვარიანტი იყოს დუპლესისთან რა. ანუ ერთ შეხედვით რომ დააკვირდა, ეხლა დუპლესი წაქცეული ყავს ალბათ ყველას. ანუ ვიტაკერმას წაქცია, ანუ დუპლესიმაც წაქცია, ვიტაკერმას წაქცია. დარენტილმას კი წაქცია, ანუ დარენტილმა არ მოწაქციოს რა. თუმცა ფაქტი რა არის რა, ყველა უკეთესო ჯგუფში უკეთესია დუპლესი, ანუ ეს ერთი. მეორე, ანუ დუპლესი ვერ გატეხაო რა, თუ ეხლა დაიწყო ბრძოლა და წაიქცა მაგალითად რა, ანუ ეს არ ჩათulis დუპლესი, რომ რამე მოხდა მან განსაკუთრებული, ანუ ადგება რა, დარწმუნებული ვარ მე, რომ ანუ ეგეთ ჯგუფს ვერ ნახავ ჩვენ, როგორც აი ლიჯინგლიანი და რომ აი შევახმატი, წააქცევს და გაიგუდება, აი მაგას ვერ წარმოვიდგინე, უბრალოდ იმდენად შეუპოვარი ტიპია დუპლესი რა. ანუ შეიძლება ეგ ბევრჯერ მოხდეს, დააზიანოს და რაღაც მომენტში ახლა გაიგუდოს. თუმცა აი ეგეთ მარტივ ჯგუფს რომ აი ხა დაიწყება და 15 წამში წააქცევს, გადავა ზუგზე და მოახშობს, აი ვერ ვიჯერებ, ანუ შეუძლებელი მგონია ეგ ყველაფერი. იმდენად მაგარი ტიპია დიდი ტიპი რა. რა უნდა ქნას ხა დუპლესიმ რა უნდა ქნას მეტწილად თქვა კიდეც თვითონ ანუ რა უნდა ქნას რას აპირებს დუპლესი. როცა ხამზადს ეჭიდავებიანო, ანუ რას აკეთებენ ხოლმე ისე რომ იციან რომ წაიქცესო, ამ ტეიქდაუნს იღებენო და მე მათი მიზანია რომ ფეხზე ადგენენო და ფეხზე გააგდელონ ჩხუბიო. ეს უკეთესომაო რა. იმიტომ რომ დაღლა მაშინ იწყება მებრძოლის. როცა მხოლოდ თავის დაცვაზე ხარ ორიენტირებული რა, ანუ თავის დაცვა, ოღონდ ეს მნიშვნელობა არ აქვს, ვაფშე რას თამაშობ, რა სპორტი არის, იბრძვი, ფეხბურთია თუ რაგბია რა. ეხლა მე 10 წელი მორაგბებს ვიყავი და ანუ აი როცა შეტევაში ვიყავით ხოლმე, ანუ თუ ეგეთ თამაში იყო 80 უტევით, ანუ საერთოდ დაღლა არ მომჩნეოდა რა, ჯერ ერთი გასართობი არის. ბევრად უფრო სიამოვნებას იღებ მაგ დროს, როცა შეტევაში ხარ. ნერვიულობა გაცილებით ნაკლები, იმიტომ რომ ხა უტევ ქულას ვერ გაუშვებ მაგ დროს რა, ანუ ძალიან დაბალი შანსია რომ შეტევაში ხარ, ანუ ჯერ რომ დაკარგო ის ბურთი. და საფრთხის ქვეშ ნაკლებად გრძნობ თავს რა. როცა შენ შეტევაში ხარ, ნერვიულობის დონე შენი ძალიან დაბალია. ნერვიულობის დონე დაბალი არის, ანუ ადრენალინის დაბალი ხედარებით და ანუ ეს ნერვული სისტემას და სხეულის ნაკლებად იტვირთება რა. ეხლა დუპლესას არ ვლაპარაკია, მაგრამ ილაპარაკა რა, რომ ანუ ამ ტეიქდაუნს რო იღებენო, ანუ ხალხი არ იღლება მაგ დროს. ამ დროს იღლების შენ, ანუ შენ რო ცდილობ რომ აგაქცია ეს რო გაწევს თავზე ამ ხელაკაცი რო გირწყავს, შენ უნდა ადგე და შენი გეგმა რომ მე ამაში არ ვერევი საერთოდ, მე ხა უნდა ავდგე და ფეხზე უნდა ვიჩხუბო რა. მე მაგას არ გავაკეთებო, ანუ დიდი აპირებს რომ დახვდეს იდეობაში, აქეთ ეცადოს წაქცევას და თუ ვერ წააქცევს, თქვათ, დიდი ხანდაც რაიცი შანსი ძალიან მაღალი არის. ანუ რა არის ამის მიზანი? ანუ იმდენი ენერგია უნდა დაახარჯვინო, მძიმედ უნდა დაუსვა, რომ ხანდატმა იცოდეს, რომ თუ მე ამას დავაპირებ, ანუ ეს მარტივად არ მოხდება. ანუ წაქცევამდე კი ესე გავს ხოლმე, რომ მიდის ერთი მებრძოლი მეორე წაქცევად, აი ფეხებს იყოს გადაიყვანს წააქცევს რა. ანუ იმდენი დეტალია მათ გასავლელი. ანუ თავი უნდა ტოვოს მხარეს, ხელები უნდა შეუკრა, უფრო დაბლა უნდა იყო, უნდა მოასწროს პროლამდე კარგად შესვლა. თუ ცალფეხს იღებ, ანუ ფეხზე წონა უნდა დადო, უნდა დატრიალდე. როცა აიქცევით, ისე უნდა წააქციო და წაიქცე შენც, რომ ზემოდან აღმოჩნდე და არ მოგატყანო. სინამდვილეში მაგ 1 და 2 და 3 წამიან მონაკვეთში, ანუ ძალიან ბევრი პოზიცია არის, სადაც ყველგან უნდა მოიგო, რომ ტეიქდაუნი გამოვიდეს რა. ანუ თქვათ, ეგეთი რაღაც წარმოვიდგინოთ რა. თქვათ, შენ კარგად შეხვედი ფეხში, მოწინააღმდეგებს პროლიან, ეს ფეხებს რო ქვემოწყრიან და წელით რო აწვევიან. ეგ ვერ მოასწრო, თავი კარგად დააფიქსირე
კარგად შეკარი ხელები, ანუ ეს ჩავლება აღებული გაქვს. ძალაც მიაყოლე ფეხებში, უკვე აწეული გაქვს, ანუ აწეული ყავს ტიპი და უკვე დააგდო რა, ანუ აი რამდენიმე ნაბიჯი და სტეპი შენ სწორად გააკეთე, მაგრამ ანუ ელემენტარული რო ვთქვათ, აი ამ ყველაფერში რო გამოტოვო ერთი ის რო ანუ ხელი ტანთან არ მიიტანო და ოდნავ გაშალო და აი ეს კიმურის აღება თუ მოასწრო, ანუ კიმური არის ეხა ეს ხელი რო ერთი შიგნით იყოს და მე ეს გრიპი აიღოს ამ ხელზე რა. ეგ მაინც თუ მოასწრო აი ერთ-ერთი ციხეტალი ვიღაცამ შეუძლია რომ მაგ ხელზე ესე მოვკიდოს და დაგდების დროს აი ამ ხელის საშუალებით ანუ აგიწიოს და თვითონ აღმოჩნდეს ზევით რა. მაგრამ აი დარწმუნებულები ვართ რომ ხამზატი მაგას აპირებს. ხამზატს 5 რაუნდი არ უჩხუბია რა და ხამზატს ახსოვს რა. ხამზატს ახსოვს რომ მაგ ზონაში, როცა პირველი ჩხუბი ჩააწერა და უსმანს ეჩხუბა, იქ რო დაწყებული იყო მეოთხე რაუნდი. იმ ჩხუბს უსმანი გვეჭველი იგებ. აღარ ვარგოდა ხამზატი რა. და განსხვავება რა არის ხა რომ უსმანი არ არის მაგ ზონის მებრძოლი და დრეკუსი არის მაგ ზონის ჩემპიონი. ანუ ხამზატს ახსოვს რომ ვიღაც არ არის უსმანი დიდ ბოიში ხტი ხა, მაგრამ უფრო პატარა ტიპს ვეჩხუბე, რომელიც იყო ბებერი, იყო ანუ დამტრეული, წაგებებიდან მოსული, ამ ტურნირში ნაჩხუბარი არ ქონდა, აიღო ბრძოლა შორტ ნოთისზე და მაგასთან მესამე რაუნდში აღარ ვარგოდი არაფრად. და ეხა უნდა ვეჩხუბო რიკოს დუპლესის რა, რომელიც არის უფრო დიდი, არის ფორმის პიკში, წაგება არ აქვს UFC-ში, არის ჩემპიონი და ვაი და იმას თუ ვერ უქენი, ანუ იქნება ვერც ამას ვერ გუდავ და ჩემი ეხა ეს ფიქრი უნდა იყოს მის თავში რა და შეიძლება არ დაიწყოს რა ბრძოლა ეგრე რა, ანუ მე მაინც აი არ ვიცი ეხა მე რო ვიყო ხამზატისთვის ვიღაც ვის რაღაცა ჭუას ეკითხება აი მე მაგას გავახსენებდი რა, რომ აი ეგეთი რაღაც მოხდა შენ კარიერაში და დადნე რა ფეხზე რა. იმიტომ რომ ვერცერზე ვერ იტყვი რომ თუ ფეხზე იდგებიან ესენი ან ის მაგრაცემს ან ის მაგრაცემს რა. ხო ნახოთ რა თუ აზიანებს დარჩეს რა, ანუ იყოს ისე მან და როცა საჭირო იქნება რომ რაუნდი მოსაპარე იქნება, მაშინ გადავიდეს მაგაზე, ანუ აზულისხმობ რა. აი დაიწყო პირველი რაუნდი მაგალითად. და ანუ თანაბარი არის რა, ანუ ესეც დაარტყავს, ისიც დაარტყავს, ესეც დაარტყავს, ისიც დაარტყავს რა და აი არის იმ საჯი საწაიღებს ამ რაუნდს ვის მოაგებინებს. ან თქვაც აი ურყავს ხამზატი, მაგრამ რიკოსი უკეთესი არის. ანუ მან იჭიდაოს ოღონდ, მან იჭიდაოს იმისთვის კი არა რომ მოკლას დუპლესი. არა, ანუ 4 წუთი გავიდა ხო და თქვათ რაღაცა აი არის 10-9 ალბათ დუპლესის მიაკ. ფეხში შევიდეს, გადაიყვანოს პროსტა და ანუ 1-2 მიაყოლოს. ან უბრალოდ აკონტროლოს, ანუ არა აუცილებელი რომ ჩაყვეს და დამარხოს რა და რაუნდი მოიპაროს. რასაც აკეთებს ანუ ყველა კარგი მებრძოლი. ანუ მაგალითად თუ გახსოვთ ილია თოფურია ჯოშემეტი. ანუ რა ხდება მან მეხუთე რაუნდი დაიწყო და რაღაცები მოხდა ილიას. რაც ანუ არ მოეწონა, რა გააკეთა? ადგილაც აქცია რა, ანუ დება გააკეთა. ანუ რიკ კი არ გადაუია და ხანდაწივის აღჩო არ დაუწყია რა. და ეგ შეუძლია რო ქნას, ანუ რო იყოს ეგეთი ვარიანტი, რომ აი მაგალითად ევლოევი და ილია რა. ანუ ევლოევმა უეჭველი უნდა იჭიდაოს ილიასთან. იმიტომ რომ დადგება ფეხზე და ილია ეგრევე დამარხავს. ეხა ეგ მომენტი არ დგას, ანუ არ არის მაგ ხელას ხოვობა, ანუ შეიძლება უკეთესი წია ხამზატი, ანუ შეიძლება უკეთესი თუ არ არის. ნის ხოვობა ამალ მებრძოლ შორის არ არის, ანუ ორივე არის თანაბრად საშუალო დონის სტრაიკერი. იდგნენ იჩხუბონ, მე ჩემი რჩევა ხამზატის მიმართ ეს იქნება რა. ანუ რაუნდაკანს ხამზატმა ჩემი არის. იდგნენ ერთმანეთში ესე იკეპლაონ თუ მოიგო რაუნდი და არაჭრა ჭიდაობა ხო საერთოდ ანუ ძალიან კარგი მოიგებს თუ თანაბარი არის ან ოდნავ იგებს დრიკუსი კი ბატონო რა ეხა მე დარჩება 1 წუთი რაუნდის ბოლოს ვიღაც დაუზახებს რომ 1 წუთი დაშა და ვაგებთ რაუნდს და შევიდეს გადაიყვანოს და ანუ რაუნდი მოიპაროს ჩემი ეს იქნება ყველაზე პრაგმატული და ყველაზე მარტივი გზა როგორ შეიძლება მოიგოს ხამზატმა უბრალოდ ეხა რა ხდება რა ანუ ხამზატ ჩიბერები რატომაც იბრძვის ამ ტიტულზე და რატომაც ყავს ამდენი ფანი. ანუ აი ძალიან უყვართ ხამზატი და ანუ ვისალ უყვართ მის ხუს ყურება რა. მაგას თუ აღარ იზამს, აღარც ხამზატი აღარ იქნება, შეიძლება ანუ დაუსტვინონ რა. მე ხამზატი მაგიტომ მოვიდა აქამდე რომ ხამზატია, ანუ ეგრე ჩხუბობს. და შეიძლება ანუ არც უნდა და ვერც ქნას ეგ. ანუ ეგ სხვა ვარიანტია და კი ბატონო რა, ანუ შეიძლება უბრალოდ ანუ
თუ იქ გადის მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად და არა ბევრი სხვა რამის გამო, ანუ ეს მგონია ყველაზე მარტივი გზაა. თუ მე მეოთხე მეხუთე რაუნდში მივიდა და იქ ძალიან დააზიანებს, ანუ კი ბატონო წავიდეს ფინიშზე, მაგრამ არ არის აუცილებელი. ანუ მე ვფიქრობ, რომ როცა საჭიროა ჩხუბს იბრძვი და ნანატრ ამ ჩხუბამდე მიხვედი, ანუ პირველ რიგში უნდა მოიგო. როგორ მოიგე ძალიან სხვა გზა არის რა. და ეგეთი მებრძოლები, ვისთვისაც ტიტულის მოგება მხოლოდ მნიშვნელოვანი არ არის და კიდე რაღაცეები უნდათ, ანუ ეგ ძალიან დიადი გზა არის რა და ანუ ეგეთი ხალხი ძალიან მიყვარს. ანუ ეგეთი ხალხი არის აი ესეთები გოუთები ვინც არიან და კი ბატონო ანუ თუ მაგას ჩიმეები გააკეთებს პირველ რაუნდში თუ გაგუდავს დუპლესის ანუ გაცილებით მეტი იქნება ისტორიულად და ხალხის თვალს ის ხამძატი ვიდრე სხვანაირად რომ მოიგოს რა, მაგრამ აქ ვარიანტი ეხა ადამიანზე დამოკიდებულია. როცა აგოს ეგ ჩხუბი, მაგრამ ალბათ არც უშევს მაგას. მოკლედ, რაც ვლაპარაკი ხამზატზე არის შემესტეი რა. სამი ვარიანტი არის ჩემთვის ეხა ეგ. ანუ ან ხამზატი იღლება და აგებს, ან ხამზატი პირველ რაუნდში თავს აძრობს დუპლესის, ან იგებს ესე როგორც მე ვთქვი. ეს გონია ძალიან მარტივი რა. დადგეს იქ იყოს გაცვლები უეჭველი იქნება თანაბარი, ანუ არ მჯერა რომ დუპლესი მოაწყვიტავს თავს მან რა, ან ხამზატი იზამს მაგას. რაღაც თანაბარი დონის ის იქნება. მე ხო ის რომ აქცევას უშეულია, ანუ მაგაში ხო დარწმუნებულია, ეხა მაგას არც უშევს, რომ ვერ წააგდეს. რო დარჩება ერთ წუთი შევიეს ფეხში და თეიქდაუნით მოიპაროს რაუნდი რა. ჩემი აზრით 5 რაუნდში ჩავლე რომ გააკეთოს ხამზატს რა. ასე იგებს ჩხუბს ხამზატი ყველაზე მარტივად. ახლა შეეხება დრიკუს დუპლესის. დრიკუს დუპლესიმ უნდა გააკეთოს ის რაც ახლა მე ვთქვი ხამზატზე, აი ეგ არ უნდა გააკეთებინოს რა. დრიკუს მე ხარ აიცის ხამზატზე, ხო? მაგ წონაში ორ ჩხუბს უყურა. ვიტეკერის ჩხუბიდან მაგ აზრს ვერ გამოიტანს, რა უნდა ქნას, უნდა გამოიტანოს აზრი კამარ უსმანთან ბრძოლიდან და. მაგრამ ანახა ეხა რომ ანუ პირველი რაუნდი დომინაციის მერე ანუ აღარ ვარგო და კაცი არაფრად რა. ამიტომ თვითონ თავის თავში დაწუნებული როცა არის თვითონ შეესთავაზოს უნდა იქ ჩემი აზრით რა. ანუ თვითონ უნდა მივიდეს და არ ვამბობ რომ აუცილებლად უნდა წააქციოს რა. აი რაღაცა აი ძალიან დიდი ენერგია უნდა დაახარჯინოს ხამზატს. აი შევიეს ეგრევე კლინჩში და აი ხესადოს რომ აი რაღაც ტანში დაარტყას მუხლი, ფეხი, რაღაცა ქუსლი, იდაყვი მუშტი, ანუ როცა თუნდაც სტრაიკინგის დროს, ანუ ფეხზე იდგეს არ იჭიდაოს, მაგრამ უბრალოდ ანუ იმდენად ბევრი რამე გააკეთოს, ანუ იმდენად აგრესიული და რეაქტიული იყოს, რომ ანუ მან გამოაცალოს რა ენერგია რა. დრიკუსი პირველ რაუნდში ხამზატს ვერ დააფინიშებს. ფინიში თუ იგებს დუპლესი ზოგადად თავის კარიერაში ხო როგორ იგებს რა, ანუ ისე მდგომარეობამდე მიყავს ხალხი, რომ აღარ ვარგა არც ერთი და მე პროსტა რაც შეიძლება რომ ქნას, ანუ რაც იქ სიტუაცია ხა წამოიღეს, მაგას აკეთებს ხოლმე რა და მით უმეტეს ამ შემთხვევაში რა, მით უმეტეს ეხა როცა იცის რომ ხამზატს მაგ პრობლემები აქვს, იმიტომ რომ როგორ კი ხამზატს აჩვენებ რაღაცა აი გულს და რაღაც აი რომ გინდა რომ აი მენა მოკლა ტიპი რა, ანუ ეგ თუ დაანახე შენ რომ აი ხამზატ მოვდივარ, ანუ ხამზატს მან არ შეუძლია ჩემს თავში კონტროლი რა, უეჭველი ემოცია მან წაიღებს იმას რომ აი დავაი ვიბრძოლოთ და მე მგონია რომ დიდი ტიპის აქ აი ქსულში ეგ რომ მაგას გადაურჩეს კი არა. უფრო დააზიანოს ხამზატი ვიდრე თვითონ დაზიანდეს რა. ამიტომ დიდიპის გეგმა უნდა იყოს შემისის ეგეთი. მე რო ეხა ვიყო რიკუსის წვრთნელი. უნდა იყოს პირველი. ანუ სტრაიკინგი იქნება, თუ თვითონ ჭიდაობა იქნება. ანუ ჯერ უნდა დაიწყოს ეგ ხამზატმა. კი არა და ჯერ უნდა დაიწყოს ეგ დუპლესი. ანუ დაცვაში თუ გაატარა მთელი ჩხუბი, უეჭველი წააგებს რა. იმიტომ რომ დაცვაში ნაკლებად დაიღლება კიდე. ხამზატი ვიდრე აი ამ ბროლში რომ აი მე არამე წააქცევ, არამე დაგარტყავ, არამე დაგარტყავ რა. და მეოთხე რაუნდი რომ დაიწყება, მან უკვე უნდა გაიწყინოს რა, აი მან თუნდა ვაფშე წააქცევს მართლა უკვე რა და მოკლედ ხამზატიც და დუპლესიც აქ რაღაც სასწაულს დაატრიალებენ რა და ვისაც მე გიყვართ, ან არ გიყვართ, მაგრამ დაწყებას ფიქრობთ, ან მეგობარი გყავთ და აი შენ ძალიან გევასებ მე და იმას გინდა რომ დააწყებინო და ერთად უყუროთ ხოლმე და ეზარება დაწყება ან
რაღაც საყურებინე და მაგრამ ვერ წაიღო ან რაღაც რა. აი ხა ძმაო, უთხარი მაგ ბიჭს რომ ან მაგ გოგოს რომ აი ხა ჩხუბი იქნება კვირას დილის 9-ისკენ. მაგას უყურე. თუ არ მოგწონება მე თავზაგან აიღო და აყურებინეთ და ერთ კაც დაიმატებთ თქვენ ქრუში რა. ეგეთი ბრძოლა არის. მოკლედ ველოდებით ამ სასწაულ ბრძოლას, აი მართლა სასწაულ ბრძოლას და ნახოთ. ჩემი პროგნოზი იქნება ეგეთი. დრიკუს დუპლესის ნოკაუტი მე-4-მე-5 რაუნდში რა. მოკლედ ეს იყო ამ მომენტის განხილვა შემგან. მითხარით, მოგინატრათ თუ არა ჩემი MMA-ის განხილვები და გინდათ თუ არა რომ გავაძელო ან უფრო ხშირად ჩავწერო ვიდეოები ამაზე. რა თქმა უნდა, გავაძილებთ სხვა ტექნიკებსაც, თუმცა, ჯიჩაი ლუკა ყოველთვის ელაპარაკებს MMA-ზე. აბა, შემდეგ შეხვედრამდე.